საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. ამ გადაცემას დავიწყებ ერთი მიმართვით. მე არ ვლაპარაკობ მთლიანად საზოგადოებაზე. საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც დაიბნა, რომელიც დაუპირისპირდა ხელისუფლებას და რომელიც გვერდში დაუდგა იმ ძალას, რომელზე უფრო ბნელი და უფრო შავი ძალა საქართველოს არ ახსოვს. მე ვლაპარაკობ ჩვენს უაღრესად პატივსაცემ ქალბატონებზე. ქალბატონებზე, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც კულტურისა და ხელოვნების მსახურებს. და რომლებსაც მართლაც ბევრი გაუკეთებიათ საქართველოს. მხედველობაში მყავს ნანი ბრეგვაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ლანა ღოღობერიძე, ირმა სოხაძე და სხვები, რომლებიც ისე იქცევიან, რომ აშკარაა ვერ გაერკვნენ სიტუაციაში. ან აშკარაა რაღაც გამორჩენას ერიან. იქნებ არ ეყოთ ის რა დახმარებაც მათთვის ბიძინა ივანიშვილს გაუწევია. იქნებ ახალი ხელისუფლების მოლოდინში და ახალი ხელისუფლებისგან ახალი დახმარებების და ჰონორარის მოლოდინში არიან. სხვა რითი ახსნათ ის პოზიცია, რომელზეც ისინი დგანან და რომელსაც ახსნაც არ აქვს და მით უფრო გამართლება არ აქვს. რა ძალას უდგანან ისინი გვერდით? რომელია ის ძალა, რომელიც მათ აირჩიეს როგორც საქართველოს მომავალი? მე მინდა პატარა კოლაჟი შემოგთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცევიან ერთმანეთს და როგორ ამკობენ ერთმანეთს ისინი, ვისაც ჩვენ პოლიტიკოსებს უწოდებთ, ანუ მინდა გაჩვენოთ, წარმოგიდგინოთ მცირე ფრაგმენტი იმისა, თუ როგორ ებრძვის ყველას. გიგი უგულავა იყო სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი. 7 ნოემბრის მთავარი ჯალათი. ხაზარაძემ და ამ კრიალოსანიემა ბიჭებმა თეთრფართხუნა დასაცმეს ჩაცმულებმა უნდა გაარღვიოს ეს წრე. ვიღაც უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლის თავზე. როცა პრეზიდენტი ხარ და პასპორტს იცვლი და ამბობ რო იცი და დამიჭერდნენ და ასე შემდეგ და მთავარსარდალი ხარ რა, იქ ჩვენთვის თავდება ყველაფერი. აქციას მართავთ TBC ბანკის და მისი მეპატრონის ბანდიტი ხაზარაძის წინააღმდეგ, რომელიც არის თავარი ბიზნეს რეკეტიორი. კიდე ერთი ცეხა სერგორატიანია და უნდა უთხრა. თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააუკეთ კიდევ იქ რა თუ შეიძლება რა. რაღაცა სისხლები და რაღაცა ვაიმე კინძივი ყოიცი რა თან ის შმაშუნით ლაპარაკობს რომ გაგიჟდება კაცი რა. ის კაცი დააუკეთ. ეს არის თქვენი მაჟორიტარი და მე მინდა გითხრათ რომ სალამ ქუთაისის არჩეულ პარლამენტში არჩეულ წარმომადგენელს ზინავს მნიშვნელოვანია რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს. ამ აგვისტოს მე აი ამ ბიჭმა მიშიკო აი ეს გააკეთა ამისთვისაც დასაჯელი და ამას არ ვაპატიებ მე ყველამ რო ვაპატიებ. მიშა სააკაშვილთან ერთად შეუძლებელია ოპოზიციური კოალიციის გამარჯვება. ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ხისების გზნობა ნატამალია რაც. მე ვიხსენებდი ხაილისაშვილის მიერ დაწყებულ ამ ბინძურ კამპანიას ყველაზე უღირსი კანდიდატია, არ ეკადრება ქალაქს ყავდეს ასეთი სრუპენტელა, ასეთი უღირსი, ასეთი ყალბი ადამიანი, რომ ძალიან სერიოზული პასუხისგება მოუწევს ეკაბესელიას აი ამ უსცირცხვილო ტყუილზე. ეკაბესელია არის რომ სუდოლარები და როგორც ჩანს ლარები ელანდება პატიმრების ხსენებისას და მიაჩნია რომ თანამდებობაზე თუ ხარ, ესე იგი ფული უნდა აქვს. შენი ლიდერი სააკაშვილი ჩემ ოჯახის წევრებს ატერორებდა და მცევლად ყავდა. მე მაინტერესებს შენ თინა ბოკუჩავას ოქროს სამაჯურს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჩუქრად რატო გიგზავნიდა? ოპოზიცია არის ასევე ნაგავი და ეგეც სათქმელი არის. ოპოზიცია არის ასევე ნაგავი და ეგეც სათქმელი არის. აი ეს არის ამათი გუშინდელი დღე და ამ გვარი გამონათქვამების დემონსტრირება შეიძლება უსასრულოდ. დღეს რამ შეყარა ისინი ერთად? რა უნდათ ერთად? ვის ებრძვიან, რატომ ებრძვიან, რას მოელიან აქედან? ყველაფერს. გარდა საქართველოს სიკეთისა. გარდა ქართველი ხალხის სიკეთისა. და აი ამ ხალხის გვერდით რომ დგანან ის ჩამოთვლილი ქალბატონები და რა თქმა უნდა გაცილებით მეტი, რომელიც მე არ ჩავამითვლია. რა არის ამისი ახსნა? როგორ შეიძლება ეს მივიჩნიოთ
საქართველოზე ზრუნვად, სამშობლოზე ზრუნვად. არა, აქ რა თქმა უნდა, სხვა მერკანტილურ და ძალიან ცუდ ჩანაფიქრებთან გვაქვს საქმე. აი ამ კოლაჟში, რომელიც თქვენ ახლა ნახეთ, არაფერი იყო ნათქვამი ჟურნალისტებზე, მაგრამ ჟურნალისტებზე, რომლებიც აი ახლა მეხუთე კოლონის გვერდით რომ დგანან და სახელმწიფო გადატრიალების პროპაგანდისტებად რომ გვევლინებიან. ბევრი რამის თქმა შეიძლება. თუმცა მე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, არ ექნება ამას იმდენი ფასი, იმიტომ რომ მე სულ ასე ვლაპარაკობდი. თვითონ შიგნიდან რა პროცესები მიდის და როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, ამისი ერთი კონკრეტული მაგალითიც ვნახოთ. და თქვენ თითოეული ჟურნალისტი რო შემომჯდარ ხართ და რაღაც დრამებს დგამთ ხო? აი მაგ ბავშვებზე თქვენ ხართ პასუხისმგებელები, მაგ დაჭერილ ბავშვებზე. დღეს რო არ დამორჩილებოდით იმ წნეხს და ფული რო არ ყოფილიყო თქვენთვის ყველაფერი და ის ხელფასი, რასაც დონორი გირიცხავთ. პროცესი იქნებოდა ფართო და მეტი ქართველი დაინახავდა თავის ინტერესებს დემოკრატიულ პროცესში. ხო ვიცით ვინც აფინანსებს ამ ტელევიზიებს და ვინც თხოვს ასე მოქმედებას. ეს არის ხაზარაძე, ეს არის გვარამია, ეს არის კეზერაშვილი, ეს არის სააკაშვილი. აი ამ ადამიანებზე უნდა იყოს წნეხი. ამ ადამიანებზე წნეხი კი არ უნდა იყოს, ეს ადამიანები ციხეში უნდა იყვნენ. კი არის ერთი მათგანი თითქოს ციხეში, მაგრამ სინამდვილეში სანატორიუმშია. ეს ადამიანები მოკვეთილი უნდა იყვნენ საზოგადოებისგან, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ყოველთვის ყველა დროში საკუთარი თავისთვის, პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს და გაცვალეს სამშობლოს და საქვეყნო ინტერესები. ეს ადამიანები არიან ესენი და აი ახლა შეგვიძლია ვნახოთ ერთი კონკრეტული მაგალითი თუ რას ნიშნავს მათთვის ქონება, რას ნიშნავს მათთვის ფული და მე რამდენი ადგილზე დგას მათთვის სამშობლო ცხოვრებაში. მაშინ როდესაც ქართულ ჯარს ყველაზე მეტად უჭირდა ჯარის მეთაური ბრილიანტებს აგროვებდა. ქრონიკამ გაარკვია, რომ ქართული ჯარის ძარცვისთვის გასამართლებული დავით კეზერაშვილის ბინაში ძვირად ღირებული ბრილიანტები იპოვეს. მოპოვებულია ყველაზე ძვირფასი ალმასების სერტიფიკატები, რომლებიც ძვირფასი ქვების შემსწავლელმა ამერიკის ინსტიტუტმა გასცა. დოკუმენტზე დატანილია ინფორმაციის შოკის მომგვრელი თარიღი 12 აგვისტო. დღე როდესაც ქვეყანაში ქართული ჯარი ოკუპანტს უთანასწორო ბრძოლაში ეომებოდა, იღუპებოდნენ ქართველი სამხედროები და ნადგურდებოდა ქართული სოფლები. სწორედ ამ დროს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი მილიონებს აბანდებდა და ბრილიანტების კოლექციას აგროვებდა. ზემოთ ჩამოთვლილ ქალბატონებს და არა მარტო მათ მიუმართავ, რა თქმა უნდა, გესმით თქვენ ვის გვერდით გახართ? გესმით ვინ ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას, იმიტომ რომ ახალი ბრილიანტები და ახალი სიმდიდრეები დააგროვონ. როგორ შეიძლება ამათ გვერდით იდგეთ და ამას იმით ამართლებდეთ, რომ თურმე ვიღაცას ატკინეს, რომ თურმე ვიღაცას წყლის ჭავლი მიუშვირეს და ასე შემდეგ და ეს როგორ შეიძლება? ის შეიძლება სამშობლოს ძარცვა თანაც ომის დროს. ეს შეიძლება და ამათი ფულით დაფინანსებული ტელევიზიების პარპაში შეიძლება და ამ ტელევიზიების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალებისთვის მხარდაჭერა შეიძლება? არა და ეს არის ხომ? ბრილიანტები, ქონება, ოქრო, თანხა და ასე შემდეგ. ერთი შესანიშნავი ეპიზოდი გამახსენა ამან დიდებული ფილმიდან დათა თუთაშხი. გზაში ორი ბრილიანტი გადაყლაპა, ერთი გარგლის კურკის თოლა, მეორეცა ჭერმის კურკის თოლა. ადგა აბეზიანა გაჩხრიგა, მაგრამ რას ნახავ? ერთი სიტყვით ამანადა სურამელმა იაკოფამ რვას თუმანზე გადაატარეს აბეზიანა. აი, მაგრამ საიდან იციან? წარიჩენის ციხიდანა იქ რიჯექი ორი კვირა რაც გამოვედი აბეზიანა ციხაზის სხვა საქმეზე არ იციან თუ ტაძრის გაზრაში ხელი ურევია. აბეზიანა არის აბეზიანა. აჩქეშენა. რავი, ასე კიდევება და აბეზიანამა კოსტა აქა და აქ არის. მისამართი გამომატანა აბეზიანამა 150 თუმანი გამომიგზავნოსო. წარიჩენში ჩამოვიდესო. გაუმძებელი მოგთამოს და ციხიდან გარეთ გამომიყვანოსო. გარეთ რო გამოვალ იქ გარგლი კურკიტოლა ბრილიანტი ხელში ჩამიდოსო. იჭერმის კურკიტოლა პოსტასი იყოსო. გაიგე? აი ძალის საქმეები და უოლებია ღმერთმა. რომ არ ქნას კოსტამ მასე
რასიზმს აბეზიანა მეტად. ეგერე მოიქეციო თორემა. სულს მოვიტან ძუნძულასაო, შენ შეჭამ და შენ შვილსაცაო. მაგ სულელ კაზარაშვილს და მის ძმებს მინდა შევახსენო, რომ აუცილებლად მოვა აბეზიანა და აუცილებლად მოიტანს სულსას და ძუნძულასაც. ასე რომ ფრთხილად უნდა იყოთ, მაგრამ უკვე აღარ უშველის ალბათ ფრთხილად ყოფნას. ახლა ის ვნახოთ თუ რა დონის მოაზროვნეები არიან ისინი, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ საქართველოში. შამანობამდე იყო ეზოთერიზმიც, როცა აქციაზე ფიტულს ტარო გაუშალეს. სცენარი უკრაინული მაიდნის ქმედებებს იმეორებს, თუმცა ბევრი აშორებს მაიდნის შედეგებამდე, რადგან სახელმწიფო გუნდი ხაზგასმით ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზეა და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. აი ამისი რომ ჯერა, შამანობის რომ ჯერა, ნემსების და ლურსმების მიჭედების და მიწებების რომ ჯერა. აი ამ ადამიანების გვერდით თუ დავდგეთ და ამათი ჭკუით და ამათი მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალებით უნდა ვიცხოვროთ საქართველოში, ამისკენ მოგვიწოდებთ ძვირფასო ქალბატონებო. ამათზე აგიჩვილდათ გული. მოდით კიდევ რას ჩადიოდნენ რუსთაველის პროსპექტზე ესენი, ესეც ვნახოთ. 9 დეკემბერი თბილისი რუსთაველის გამზირი. საპროტესტო აქციის ზოგიერთი ძალადობრივი მონაწილის მორიგი ამორალური ქმედება. მწირი ფანტაზია ვერ წავიდა შამანობაზე შორს. ჯერ მჭხიბავები, შემდეგ კი ცეცხლმოკიდებული კუბო იესო ქრისტეს გამოსახულებით, როგორც პროტესტის გამოხატვის მთავარი ანტურაჟი. მაცხოვრის გამოსახულებიანი დამწვარი კუბო, რაც რადიკალურ ჯგუფებში სასიამოვნო ემოციას აღძრავს ეკლესიის შეფასებით, მხოლოდ ღვთისგმობა და ეშმაკის მსახურებაა. გვინდა გამოვეხმოვროთ რუსთაველზე აქციის მიმდინარეობისას მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც გამოხატული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ქრისტეშობის დღესასწაულისთვის, რაც გულისხმობს ჩვენი გულების გაწმენდას, რათა მასში იშვას უფალი. მომხდარი კი არის საშინელი ღვთისგმობა და ნიფსით თუ უნებლიეთ ეშმაკის მსახურება. მე კი შემიძლია ამ სატანიზმს კომენტარები გაუკეთო და ახსნა მოვაყოლო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას ბატონ მამუკა დინარაძეს მივანდობ. აქციაზე კუბო ერთხელ უკვე ვნახეთ 2003 წლის ვარდების რევოლუციაზე და 10 წლის წინ უკრაინულ მაიდანზე. შესაბამისად მორალსაცდენილი ქმედება, რომ შემთხვევითი არ არის და სწორედ წინა სარევოლუციო ატრიბუტია ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით კონკრეტული ფაქტები ადასტურებს. აკერმანისეულ თუ რევოლუციის სხვა სახელმძღვანელოებში წერია ყველგან, კუბო რო ჩამოატარეს 2003 წელს მაიდნის დროს უკრაინაში, იქაც კუბო ფიგურირებდა და გუშინ სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს ისე, რომ მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს სპეციალურად და ადგენენ და ეს დაწვეს. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას. რატომ წავენ კუბოს მაინც და მაინც მაცხოვრის გამოსახულებით ესე დემონსტრაციულად? რატომ იღებენ რევოლუციური ასეთი სატანისტური დამოკიდებულებით და მიდგომით გადაწყვეტილებებს? რევოლუციური წიგნებიდან ამ კონკრეტულ მაგალითებს რატომ უხდენენ რეალიზებას? იმიტომ, რომ ხაზგასმა მოხდეს კონკრეტულად ამ მიმართულებებს. რა თქმა უნდა, ეს არის სატანიზმი, ეს არის სექტის მოქმედება, ეს არის გონება ჩლუნგი ადამიანების საქციელი, ეს არის დამონებული ცნობიერების მიერ ჩადენილი საქციელი. სხვა ახსნა, რა თქმა უნდა, ამას არ აქვს და იბადება შეკითხვა, რას უნდა ველოდოთ, როგორ მოიქცევიან ისინი, რა არის მათი იარაღი. რა თქმა უნდა, გამწვავება, რა თქმა უნდა, რადიკალიზმი და რა თქმა უნდა, სხვერპლი. სხვერპლი, რადიკალიზაცია, ქაოსი და ხელისუფლების დამხობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის და მათი მოკავშირეების მოსალოდნელ დანაშაულებრივ გეგმას ასაჯაროებს. გრიგოლ ლილუაშვილის უწყების საგანგებო განცხადებაში სიტუაციის უკიდურესად გამწვავების მსურველების სცენარი გაშიფრეს. მიზანი პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა და სახელისუფლებო კრიზისის გამოწვევა. სუსი ბოლო დღეებში გახშირებულ ძალადობას გეგმის ნაწილად ასახელებს.
რაკი მსხვერპლი ვახსენეთ, მოსალოდნელი მსხვერპლი, რომელიც დაძაბავს ვითარებას და რომელიც აი ამ აქციას მისცემს შეუქცევად ხასიათს. რაკი სუსის განცხადებას ვახსენეთ, ბარემ მოვისმინოთ ეს განცხადებაც. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის. აღნიშნულის ნათელი დასტურია მილევადი საპროტესტო მუხტის პარალელურად საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცველებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები, როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, რაც ჩვენს მიერ განიხილება აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად, რომელიც საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მიმდინარე საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აქვე ვაცხადებთ მზადყოფნას აღნიშნულ სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. მიღებული ინფორმაციით აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოხვდეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას. აი ეს არის ამათი ხელწერა. თუმცა ამათი არა. ეს არის იმათი ხელწერა, ვინც ამათ ზურს უმაგრებს საზღვარგარეთ. დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. აი იმათი ხელწერაა ეს. მსხვერპლის შედეგად სიტუაციის დაძაბვა და სანუკვარი მიზნის მიღწევა, რასაც ისინი ფერად რევოლუციას უწოდებენ, სინამდვილეში კი სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. ძალიან სერიოზული განცხადებაა ეს, მაგრამ მოქმედებს ამაზე ეს განცხადება? არა, ისინი ყველაფერს ძველებურად განაგრძობენ და მათი რიტორიკაც უცვლელია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგანგებო განცხადება მსხვერპლის გზით ხელისუფლების დამხობის მსურველებზე ოპოზიციისთვის რიტორიკის შეცვლის საფუძველი ვერ აღმოჩნდა. გვარამიას თენგო ამტკიცებს, რომ მათი მიზანი მშვიდობიანი პროტესტია. სისულელია, არ ვიცი რაზეა საუბარი, რა წერილზეა, პროტესტი იქნება ძალიან დიდი, ხანგრძლივი. ახალგაზრდები და ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ადამიანები იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და არ აყვნენ დესტრუქციაში პოლიტიკურ ძალებს. მოწოდების ავტორი მართველი გუნდია. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ საფრთხე რეალურია, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიზანი კი რადიკალური. ერთია მათი რიტორიკა, ერთია რას ამბობენ ისინი, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ ემზადებიან ისინი ამისთვის და როგორ იქცევიან ისინი. სუსის მიერ მოპოვებული ინფორმაციით არეულობის ორგანიზატორები მიზანმიმართულად ბოლო რამდენიმე დღე აზიანებენ კონკრეტულ ტერიტორიებზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებს იმისთვის, რომ დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეების მყისიერად ამოცნობა გართულდეს. აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციებისთვის დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელშეუწყობს მოვლენათა ესკალაციას. გეგმა მათი რთულია და კომპლექსურია, მაგრამ ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე მხარე ის არის საკითხისა, რომ ეს გეგმა არის უაღრესად მუხანათური.
სუსმა რადიკალური პროცესების გეგმა და გეგმის ინსტრუმენტები ჯერ კიდევ 7 თვის წინ დაანონსა, მას შემდეგ დაანონსებული არეულობა სატელევიზიო ეთერებიდან მოქმედებაში ვნახეთ. კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და პარტნიორი არასამთავრობოების ფინანსური მხარდაჭერით დესტრუქციულ ქმედებებში ჩართული. უკრაინაში მებრძოლების კონკრეტული ჯგუფი საჯარო მზადყოფნით, სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმები, სპეცრაზმზე თავდასხმა, დავალებები ახალგაზრდებისთვის პარლამენტთან აალებადი ნივთების მიტანა, მოლოტოვის კოქტეილების ადგილზე დამზადება, რკინის და ხელკეტების აქციაზე ფარულად მიტანის დავალებები, უცხოელი ინსტრუქტორების სწავლება, სტრატეგიული ობიექტების და გზების ბარიკადირება, პოლიციელების პროვოცირება და სხვა. ეს გეგმა ქრონოლოგიის სიზუსტით სუსმა ჯერ კიდევ 8 მაისს გამოაქვეყნა. კი ბატონო, ეს გეგმა დიდი ხნის წინ იყო ცნობილი, ეს გეგმა ცნობილია ახლა, ცნობილია ახალი დეტალებიც და ყველაფერი გასაგებია თუ რას აკეთებენ და როგორ იქცევიან ისინი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთის პოზიციებში რაღაცა ცვლილებები უკვე ჩნდება. საქმე ის არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვიდა ახალი პრეზიდენტი, რომელიც საკვანძო საკითხებში არ ეთანხმება ძველ მიმართულებებს. ეს, რა თქმა უნდა, ვითარებას შეცვლის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიანებით ამ გადაცემაში ვისაუბრებთ, მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირს, იქაც უკვე ბზარი შეიმჩნევა მათ დამოკიდებულებაში. რა მაქვს კონკრეტულად მხედველობაში? ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონი ჰერჩინსკი ეახლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და რას ნიშნავს ეს? თუ არა იმას, რომ ევროკავშირმა თუ არა მისმა ელჩმა მაინც პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც, თუმცა რაღა ირიბად, როდესაც ელჩი პირდაპირ ეახლა საგარეო საქმეთა მინისტრს, აღიარა როგორც პარლამენტის არჩევნები, ასევე ახალი მთავრობა, რომელიც ამ ახალმა 26 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა დააკომპლექტა. დიახ, ეს ამას ნიშნავს და სხვას არაფერს. ახლა პაվել ჰერჩინსკის დროა. უფრო ზუსტად პაվել ჰერჩინსკის ბულინგის და კრიტიკის დრო. ავტორები ევროპელი პოლიტიკოსები არიან, ისინი რომლებიც ქართული ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფებიან, თუმცა პოლიტიკოსებს არც ქართველი ყოფილი დიპლომატი ჩამორჩა. ყველა ერთად ევროკავშირის ელჩს ევროპის სირცხულს მხოლოდ იმიტომ უწოდებს, რომ დიპლომატმა როგორც ეს მისი მოვალეობაა საქართველოს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გავა. ესე იგი, ისე მოხდა, რომ ევროკავშირის ელჩმა გადადგა რაღაც არაორდინალური ნაბიჯი. არ ვიცი, მართალი გითხრათ, რამ აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა და ამიტომ, რა თქმა უნდა, როგორც ახლა მიღებულია სიტყვა ბულინგი, ბულინგმაც არ დააყოვნა, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მისამართით. სხვათა მისამართით ბულინგი როგორ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც ევროკავშირის ელჩსაც არ ზოგავენ და რაც თავარია არ ზოგავენ თვითონ ევროპელები, განაკართველები, ევროპელები. ხალხი თითქმის 2 კვირა დგას საქართველოს ქუჩებში ევროპის რწმენით და იმედით, რომ ევროპა დაუდგება გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ამ უსამართლო ბრძოლაში. პაվել ჰერჩინსკიმ ეს ყველაფერი უგულებელყო. იყო თუ არა შეთანხმებული ეს ყველაფერი ევროკავშირთან? ეს ქართველი იყო ყოფილი ელჩი, რომელიც ახლა ოპოზიციას უჭერს მხარს და რა თქმა უნდა, მანაც განახორციელა შეტევა ბატონ ჰერჩინსკის მისამართით, მაგრამ ევროპელები, როგორც ვთქვი, არ ჩამორჩენ ქართველებს და განახორციელეს ბულინგი. პაվել ჰერჩინსკი ევროპის სირცხვილია, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს. სირცხვილია, სათქმელი მეტი არაფერია. ევროკავშირი, გთხოვ გაიღვიძე. ერთ დღეს დაგმეს მოპარული არჩევნები საქართველოში, მეორე დღეს ჩამოართვეს ხელი რეჟიმს. ელჩი ჰერჩინსკის ხედის ჩამორთვევა არ არის მხოლოდ ჯესტი, ეს არის კრემლის ქართული ოცნების სამაშველო რგოლი. რა სიტყვით თუ ბოლოს და ბოლოს რომელიმე თქვენგანი საბოლოოდ თვითმფრინავში ჩაჯდება და თბილისში გაფრინდება. ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა. იქ ადამიანები არა უფრო მეტი დასვენების დღეებისა თუ უფრო მაღალი პენსიებისთვის, არამედ ევროპული ღირებულებებისთვის აპროტესტებენ. უკვე დაგავიწყდათ? ხედავთ, როგორი თავზარდამცემი აღმოჩნდა ევროპელებისთვის, ევროპელი მაღალი ჩინებისთვის, ევროკავშირის ელჩის საქართველოში მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი.
ამ დროს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩი ეწვია საქართველოს საგარეო მინისტრს, მაგრამ აი რას ნიშნავს წნეხი, რას ნიშნავს ის, რომ უნდა გაწყვიტონ საერთოდ ურთიერთობა საქართველოს ახალ პარლამენტთან და ახალ მთავრობასთან. აი ეს დამოკიდებულება თავისთავად გვიჩვენებს ჩანაფიქრის სიღრმეს. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს პარლამენტიც, ეს მთავრობაც და ეს ხელისუფლებაც. ანუ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი უნდა იქნეს უგულებელყოფილი და უნდა მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება. სხვა გზა ამისკენ მიმავალი უბრალოდ არ არსებობს. აი როგორ შეაფასა ეს ყველაფერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კალბატონმა ბოჭორიშვილმა. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებები, რასაც ჩადიან როგორც ქვეყნის შიგნით გარკვეული ძალები, ასევე მათ ზურგს უმაგრებს გარკვეული ძალები ქვეყნის გარეთ. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ მოქმედი ძალები რომ არ იყვნენ, ქვეყნის შიგნით ჩვენ დღეს ვისაც ვხედავთ, მათ არავითარი ძალა არ აქვთ, არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვთ, არავითარი მხარდაჭერა საზოგადოების რამე ანგარიშგასაწევი ძალის მხრიდან არ აქვთ, მაგრამ აი გარედან მხარდაჭერა ეს უკვე სხვა საკითხია, რა თქმა უნდა. დიახ, ეხლა რატომ დაუპირისპირდნენ ჰერჩინსკის ასე ძალიან? საქმე ის არის, რომ ჰერჩინსკის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, ანუ ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრთან ახმულია როგორც ერთგვარი ლეგიტიმაცია ახალარჩეული პარლამენტისა და ახალარჩეული მთავრობისა. ლეგიტიმაცია დაგიქმება, მაგრამ სინამდვილეში ასეა? აი რა სიტყვის ამასთან დაკავშირებით ბატონი დინარაძე. ლეგიტიმაცია ჰერჩინსკის არ მიუწია ხელისუფლებისთვის. ლეგიტიმაცია მიცა ერმა და ბერმა, როგორც იტყვიან, ჰერჩინსკი შეხვდება, სხვა ელჩები შეხვდებიან და გაგრძელდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში. ამიტომ დაანებონ იმ კაცს თავი. ხალხია ხელისუფლების წყარო და არა თუნდაც ევროპის რომელიმე წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ევროპა ვერ მისცემს საქართველოში რომელიმე არჩევით ორგანოს ლეგიტიმაციას, ამისი ლეგიტიმაცია ევროპას და არც სხვა ვინმეს საზღვარგარეთ არ აქვს. ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო, ისევე როგორც ხელისუფლებისა, არის ქართველი ხალხი. ახლა საპარლამენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია მისცა ქართულ ოცნებას და ყველაფერი მიდის იმ წესით და იმ რიგით, როგორც უნდა მიდიოდეს, მაგრამ დასავლეთისთვის აი ეს შედეგი არის მიუღებელი, იმიტომ რომ თანდათანობით საქართველო იბრუნებს სუვერენიტეტს, ანუ იმ სუვერენიტეტს, რომელიც დასავლეთმა წაგვარა და წარსტაცა საქართველოს, ქართველ ხალხს და აი ეს არის მიუღებელი დასავლეთისთვის. დასავლეთს სურს, რომ მისი გავლენა საქართველოში იყოს უპირობო. დასავლეთს სურს, რომ საქართველოში მათი დირექტივა იყოს უპირობო შესრულების საგანი. მათი ნათქვამი არ ექვემდებარებოდეს განხილვას, მით უფრო კრიტიკას. მაგრამ საქართველოს დღეს მოქმედი ხელისუფლება და მთავრობა ამას არ ეგუება და ცდილობს, რომ მოიპოვოს უფრო მეტი სუვერენიტეტი, ვიდრე დასავლეთისგან დღეს გვაქვს ნაბოძები. სხვათა შორის, იმავე ევროპაშიც სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებებია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ავიღოთ მაგალითად უნგრეთის მაგალითი, როდესაც უნგრეთის მაგალითი, სადაც ახლა ქალბატონი ბოჭორიშვილი, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, იმყოფებოდა ვიზიტით და იქ გამოითქვა უაღრესად საინტერესო მოსაზრებები. ამ მოსაზრებათა ავტორი გახლავთ სიარტო, ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთისა და ამ შეხვედრის დროს ვნახოთ, როგორ მსჯელობდა ეს ბატონი.
თუ ვიკითხავთ, რატომ არის ევროკავშირი კონკურენტუნარიანობის გლობალური პოლიტიკური გავლენის ანში და ერთიანობის კუთხით უკან, მაშინ პასუხს მიიღებთ, თუ შეხედავთ, რას უკეთებს ბრიუსელი საქართველოს. ამის შემხედვარედ თქვენ მიხვდებით, რატომ გახდა ევროკავშირი ბოლო წლებში ასე სუსტი. საქართველო და უნგრეთი ორი ქვეყანაა, რომელსაც მუდმივად უწევს ბრძოლა სუვერენიტეტის დასაცავად. უნგრეთსაც და საქართველოსაც ჰყავთ მკაფიოდ პატრიოტული მთავრობები. ამ პატრიოტული მთავრობების წინააღმდეგ გამოდის ლიბერალური მეინსტრიმი და ისინი დგანან სათავეში თავისი იდეოლოგიით და პოლიტიკით. ეს წარმოადგენს სიახლეს საქართველოს მთავრობისთვის, თუმცა ჩვენ უნგრეთში ამას უკვე შევეჩვიეთ. შესანიშნავად ახსნა ამ კაცმა ვითარება, რომელიც არის შექმნილი, ვითარება, რომელიც სრულიად არასახარბიელოა საქართველოსთვის და ვითარება, რომლისგანაც თავის დაღწევას ცდილობს საქართველო მისი ხელისუფლების პოზიციებიდან გამომდინარე. შესანიშნავად არის ახსნილი ყველაფერი, მაგრამ ესეც არ არის საბოლოო სიტყვა. ბატონმა სიარტომ პირდაპირ ილაპარაკა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ. ქართველებმა საკუთარი სურვილი მკაფიოდ გამოხატეს პატრიოტი კონსერვატორების სასარგებლოდ. ოჯახის ღირებულებების მომხრე მთავრობისადმი და როგორც ყოველთვის მეინსტრიმი შოკში ჩავარდა. ეს მეინსტრიმი როგორც წესი ასე მოქმედებს. თუ პატრიოტული კონსერვატორები იგებენ არჩევნებს, ისინი მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სისტემის დემოკრატიულობას, მაგრამ თუ ლიბერალური პარტია იგებს, მაშინ ისინი აღნიშნავენ დემოკრატიის ფანტასტიკურ მართლობას. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოშიც. ოპოზიციას რომ მოეგო არჩევნები, მაშინ ბრიუსელი საქართველოში დემოკრატიის შესახებ ხმამაღლა იყვირებდა. იტყოდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ არჩევნები კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა მოახდინონ მოქალაქეების სურვილის უარყოფა და იგნორირება. ამას აკეთებენ სრულიად არადემოკრატიულ სტილში. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქართული ხალხის ნებას, რომელიც მათ გამოხატეს დემოკრატიული არჩევნების გზით. ეს არის სერიოზული და მოდი ასე ვთქვათ, მოსაწყენი თამაში, რომელსაც ლიბერალური მეინსტრიმი თამაშობს და რომელიც უარყოფილი იქნება. პირდაპირ რენტგენის სხივებით არის გაშუქებული ვითარება, რომელიც გვაქვს საქართველოში. აბსოლუტურად ცხადად არის დანახული რეალობა და სულ რამდენიმე წინადადებით ეს კაცი მოყვა იმის შესახებ, თუ რასთან გვაქვს საქმე, როგორ უსინდისო დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე ევროპის მხრიდან და საერთოდ დასავლეთის მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთან. მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. ბატონმა სიარტომ ისაუბრა იმ რეზოლუციის შესახებ, რომელიც იქნა მიღებული ევროპარლამენტის მიერ. ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც საუბარია ერის დამცირებაზე და ჩვენ ამას უარყოფთ. ამით ევროპარლამენტი მავნებლურ ქმედებებს სჩადის იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ჩვენ მოუწოდებთ ბრიუსელს და საერთაშორისო ლიბერალურ ელიტას პატივისცეს ქართული ხალხის გადაწყვეტილებას და არ დააყენოს ეჭქვეშ ქართული ხალხის სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. და აქვე ბარემ მოგასვენებთ იმასაც, თუ რა თქვა ბატონმა სიარტომ იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგი უკვე დააწესეს და ზოგის დაწესებას აპირებენ საქართველოში. სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ წინადადება ბრიუსელიდან, რომ ჩვენ უნდა დავაწესოთ ევროპული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მაღალჩინოსანი პოლიციელების წინააღმდეგ, რაც აღმაშფოთებელი და უსაფუძვლოა. უნგრეთის სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში, თუ მსგავსი წინადადებები იქნება, მაშინ ჩვენ მათ ვეტოს დავადებთ. შეგიძლიათ თამაში დარწმუნებულები იყოთ. მოვუწოდებთ ქართველებს დაიცვან საკუთარი ინტერესები და გააგრძელონ ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა. მეტი რა უნდა გითხრას ამ კაცმა? მოგვიწოდა ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით ვიაროთ. განვაგრძოთ ამ გზით სიარული. აი ეს არის ევროპა. ასეთი ევროპა მისაღებია და მისასალმებელია. მაგრამ როგორც ხედავთ, ეს ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანაა ევროკავშირში. დანარჩენი ევროკავშირის ქვეყნები აბსოლუტური უმრავლესობა არის უსინდისო, არის მოძალადე და არის მომხრე იმისა, რომ საქართველოს არათუ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული პოზიციები არ გააჩნდეს და სუვერენიტეტი არ გააჩნდეს, არამედ აბსოლუტურად უნდათ რომ წაგვართონ ეს ყველაფერი
გაგვძარცვონ ამ ყველაფრისაგან და მხოლოდ მათი დირექტივებით ვიაროთ. უნგრეთში სხვაგვარად ფიქრობენ. ჩვენ თუ ვივლით ევროპის მიმართულებით ამ პოზიციით უნდა ვიაროთ. უნგრეთის პოზიციით და საქართველოს მართველი პარტიის პოზიციით, საქართველოს დღევანდელი მთავრობის პოზიციით. აი ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ვიაროთ ევროპისკენ, მაგრამ სამწუხაროდ ევროპა ასეთი მიმართულების არ არის და ეს ცალკეული გამონაკლისები ევროპაში ამინც ვერ შექმნიან. აი ამ შეხვედრაზე რა თქმა უნდა თავისი სიტყვა თქვა ქალბატონმა ბოჭორიშვილმა, ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიდანაც მე მხოლოდ დასკვნით ნაწილს წარმოგიდგენთ. მტკიცე მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი უნგრეთს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას. მადლობა უნგრეთს, რომელიც დღეს არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ამ მადლობაში ჩანს ის პოზიცია, რომ რაც ითქვა ბატონ სიარტოს მხრიდან, ის ყველაფერი მისაღებია ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. ასე უნდა წავიკითხოთ, ხო? იქ სხვა რამე პრეტენზიები, რომ ეს ნათქვამი არ არის სწორი, ამას ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებითო, არ თქმულა, ითქვა მადლობა და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები, საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება და მიდგომა საგნებისა და მოვლენების მიმართ არის ისეთივე, როგორც თქვენ მოისმინეთ ახლა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირით და ეს არის, რა თქმა უნდა, მისასალმებელი. ამასობაში საქართველოში გამოჩნდნენ რაღაც ნიღბიანები, რაღაც სიტუაცია იძაბება, ვითარება გვაგონებს განვლილ ავადმოსაგონარ პერიოდს 90-იანებისა, როდესაც ძაღლი პატრონს ვერცნობდა და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას უნდა მოვლა, უნდა დროზე მიხედვა და უნდა დროზე ალაგმა. ეს ყველაფერი უნდა აიკრძალოს. ასე გრძელდება უკვე 13 დღეა. ნიღაბს ამოფარებული ახალგაზრდები ირგვლივ აზიანებენ ყველას და ყველაფერს. ამ სითამამესაც მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. დაფარული სახე იდენტიფიცირების შანსებს ამცირებს. განვითარებულმა მოვლენებმა დღის წესრიგში ახალი კანონპროექტის მიღება დააყენა. საპროტესტო აქციებზე აიკრძალოს სახის დაფარვა და შესაბამისად პოტენციურ კანონდამრღვევს აღარ ჰქონდეს იმედი, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდება. ევროპული გამოცდილების გაზიარებით ქართული კანონი რისკებს დააზღვევს და პრევენციული ხასიათიც ექნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის საგანგაშო, იმიტომ რომ მზადება სახელმწიფო გადატრიალებისთვის. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალებას თუ კი იგი მოხდება და განხორციელდება. მოხდება, რა თქმა უნდა, უმძიმესი ვითარება, უმძიმესი რეალობა, მოყვება ბევრი სისხლი, მოყვება ბევრი ცრემლი, მოყვება ნგრევა, მოყვება ქაოსი, მოყვება ეკონომიკური მდგომარეობის ვარდნა და მოყვება ცხოვრების გაუარესება ყველა მიმართულებით, მოყვება კრიმინალური სიტუაციის დაძაბვა, კრიმინალის აფეთქება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დაუშვათ. ამას ყველანაირად უნდა აღვდგეთ წინ. პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების და მთავრობის გასაკეთებელია, მაგრამ ხელისუფლება და მთავრობა ყოველთვის ვერ აღუდგება ხოლმე ასეთ მოვლენებს წინ. ასეთ მოვლენებს ხელისუფლება და მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღუდგება წინ, თუ კი ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერას გრძნობს და არსებობს ასეთი მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში ის უძლური გახდება, იმიტომ რომ ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებას და მთავრობას, ანუ ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს, ქართველ ხალხს უპირისპირდება, არის ძალიან ბოროტი, ძალიან ვერაგი ძალა, ის ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის, ის დასავლეთშია, ის ევროპაშია, ის ამერიკაშია და იქიდან მოქმედებენ ისინი თავიანთი საცეცებით. პირველ რიგში ეს არის თანხები, ეს არის მეხუთე კოლონა, ეს არის ადამიანები, რომლებიც ათეულობით წლების განმავლობაში ყავთ მომზადებული და მათი ხელით აკეთებენ მათ ბინძურ საქმეს. და აი ამ საქმეში მათ ხელი უნდა შეუშალოს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ერთიანობა.
იმ ნაწილისა საზოგადოებისა, რომელმაც აირჩია ქართული ოცნება. ის ნაწილი დღეს არც ქუჩაში ჩანს და საერთოდ არცად არ ჩანს. ის ნაწილი დღეს თითქოს იგნორირებულია და სადღაც კუთხეშია მემსვლეული. ამ დროს ეს ასე არ უნდა იყოს და არც იქნება ასე. სხვათა შორის ამ ძალებმა რომ შეძლონ რაღაცა გარკვეული წარმატების მიღწევა, მაშინ რა თქმა უნდა ის ძალა ქართული ოცნების მხარდამჭერი ძალა, რომელმაც თავისი ბედი კიდევ ერთი ვადით ანდო ქართულ ოცნებას, ის ძალა აუცილებლად გამოჩნდება არენაზე. ასე არ არის, რომ ერთი მყირალა მჩხავანა ძალა გაიტანს თავისას და მეორე დიდი სერიოზული ნაწილი საზოგადოებისა იქნება გაჩვენებული და იქნება თავში ჩართული. არა, ეს ასე არ მოხდება. ეს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას, ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არ დაუშვას იმ ბოროტი ჩანაფიქრის განხორციელება, რაც მოდის დასავლეთიდან და რასაც აქ ყავთ, რა თქმა უნდა, მხარდამჭერები. ამ ნიღბიანებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფრაგმენტი. არაერთი სამართალდამცველის დაშავების მიუხედავად, რომელიც პირდაპირ სამიზნეა შენიღბული მოძალადეების, ოპოზიცია ნიღბების აკრძალვის აუცილებლობას მაინც ვერ ხედავს. კითხვაზე პასუხად პოლიტიკური დემაგოგია ისმის. ნიღბიანი ახალგაზრდების რაოდენობის და შესაბამისად კანონდარღვევების ზრდის პარალელურად ხშირად სამართალდამცველი უწყებისთვის იდენტიფიცირება რთულია და დამნაშავის გამოვლენაც ჭიანურდება. ამიტომ ეფექტიანი გამოძიებისა და დროული რეაგირებისთვის მმართველი პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ კანონის მიღება აუცილებელია. ეს ინიციატივა ემსახურება მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვას ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა გაუადვილებს ისეთი დანაშაულებების ეფექტიანად ასე ვთქვათ აღმოჩენა სამართალდამცავებს, რომელიც თუნდაც ჟურნალისტთა თავდასხმა ან შემდგომში უკვე ბანდფორმირების შექმნა იყო. რა თქმა უნდა, ასეთი რამ საფუძველშივე უნდა აღიკვეთოს და აილაგმოს. ახლა მინდა ისევ იმ თემას მივუბრუნდე, წეგან გითხარით მე, რომ მარტო ევროკავშირში არ გაჩნდა პოზიციაში იმ პოზიციაში ბზარი, რომელიც ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. არამედ ასეთი ბზარი თუ რაღაც ახალი მიმდინარეობები, ახალი მიმართულებები ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითონ შიგნით არის ვითარება უკიდურესად დაძაბული, ლიბერალური ძალები, რომლებიც არა მარტო დანარჩენ მსოფლიოს, არამედ თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მიაქანებდნენ და დღემდე მიაქანებენ უბსხურისკენ, ახლა მეორე პლანზე გადადიან, იმიტომ რომ აირჩიეს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, 45 პრეზიდენტი, ის ახლა 47 პრეზიდენტად მოგვევლინა, რომელიც სრულიადაც არ ფიქრობს ისე, როგორც ლიბერალები ფიქრობენ და როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის იდეოლოგია, რასაც ეს იდეოლოგია წარმოადგენს. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები, პირველ რიგში ეს ცვლილებები დაეტყობა, რა თქმა უნდა, საკადრო პოლიტიკას, საკადრო ცვლილებებს და ამ თვალსაზრისით ძალიან საყურადღებოა მათი აი ეს ახლებური ხედვა დაფინანსებების მიმართ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიდიოდა სხვადასხვა სახელმწიფოებისკენ. ეს იყო ისეთი შავი ხვრელი, ეს იყო ისეთი ჯიბე, საიდანაც ძალიან ბევრს იჯიბავდნენ კორუმპირებული და კორუფციაში ჩამრთვლი მაღალი ჩინოვნიკები, მაგრამ ამავე თანხებით ისინი წამლავდნენ პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს და რა თქმა უნდა მათ შორის საქართველოსაც. აი როგორი იქნება ცვლილებები ამ მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების ეფექტიანობის დეპარტამენტი ფედერალური ხარჯების შემცირების მიზნით უცხოურ დახმარებას შეზღუდავს. აღნიშნული ინიციატივის ავტორი ყოფილი კონგრესმენი რონ პოლია, რომელიც ახალ დეპარტამენტში მრჩეველის პოსტზე მოიაზრება. მიუმართა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს საგარეო დახმარება გააუქმეთ ამერიკელებს არ სურთ მათმა მთავრობამ მეტი ფული ისესხოს და შემდეგ ეს ფული უცხოურ დახმარებაზე დახარჯონ. გარდა ამისა ეს სიმდიდრის ამორალური გადაცემა და არაკონსტიტუციურია.
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი ყოფილი კონგრესმენის წინადადებას უკვე დათანხმდა. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ახალი დეპარტამენტი ამერიკელი ხალხის მიმართ სრული გამჭვირვალობის მომხრეა. აი ასეთი გახლავთ ეს დამოკიდებულება ილონ მასკი ეს ცნობილი კაცია, ცნობილი პიროვნება, უზარმაზარი კაპიტალისტი და უზარმაზარი გავლენის მქონე კაცი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც უკვე ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის აპირებს ძალიან სერიოზულად მოკიდოს ამ საქმეს ხელი. ამავე დროს გამოჩნდა სხვა პიროვნებაც, რომლის გვარი ძალიან გავს მასკის გვარს, ტი არის მისი გვარი ამ კაცისა, რომელიც ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის კაცია, სხვათა შორის ორივე ფეხით პროტეზზე დგას, ვეტერანია, მაგრამ არის ძალიან შემართული იმისათვის, რომ აი ამ საქმეში, ამ საფინანსო ურთიერთობების საქმეში იყოს მეტი კი არა, იყოს სრული კონტროლი. აი ვნახოთ სიუჟეტი ამასთან დაკავშირებით. ბრაიან მასტი კონგრესში 2017 წლიდან მუშაობს 44 წლის სამხედრო ვეტერანმა წარმომადგენელთა პალატაში ზედამხედველობისა და ანგარიშ ვალდებულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეობისას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თუ რაზე იხარჯება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაცემული მილიონობით გრანტი უცხო ქვეყნებში. მან მიმდინარე წლის გაზაფხულზე კონგრესში მოსმენაზე დაბარებულ ამერიკის სახელმწიფო მდივანს ასე მიმართა. გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი თავად სახელმწიფო USAID გლობალური მედიის ამერიკული სააგენტო და მისთანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხარჯავთ ფულს, გასცემთ გრანტებსა და ქვეგრანტებს არასამთავრობოებსა თუ სხვადასხვა სააგენტოებზე. ვიდრე დეტალურად არ გვაცნობებთ თითოეული ამ ხარჯის შესახებ, ჩვენ არც ერთი $1 აღარ უნდა მოგცეთ, რადგან თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ეს ფული რაში იხარჯება. აი, როდესაც ასე ელაპარაკებიან ამ რანგის ჩინოვნიკს, როგორც არის ბატონი ბლინკენი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მართლაც ძალიან რთულად და ძალიან ცუდად არის საქმე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ორგანო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სახელმწიფო დეპარტამენტი და თვითონ ეს ბატონი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ და რომელსაც აი ესე დამამცირებლად მიმართეს. ეს ურთულესი საქმეა, მაგრამ როგორც ჩანს, აქ დიდი ცურები განხორციელდება, რასთან დაკავშირებითაც შემიძლია კიდევ რამდენიმე სიუჟეტი მოგაწოდოთ. ბრაიან მასტი იზიარებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკას ამერიკა უპირველეს ყოვლისა. სწორედ ამიტომ იგი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ თანხის ხარჯვის ზედამხედველობას ითხოვს. ამის შესახებ ვიდეო მიმართვა მასტმა 2 დღის წინ გამოაქვეყნა. როცა საქმე სახელმწიფო დეპარტამენტის ზედამხედველობას ეხება, უნდა ვიცოდეთ, რომ თქვენი ჯიბიდან ამოღებული თითოეული $1 სხვა ქვეყნებში უცხოეთში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კომპანიებზე იხარჯება. მაგალითად, ამერიკელების კუთვნილი $9 მილიონი დაიხარჯა ნეპალში ათეიზმის გავრცელებაზე. ეს ფულის ფლანგვა. რეალურად ჩვენ არა დემოკრატია, არამედ ბიუროკრატია გვაქვს. ასეთი არის ამ კაცის პოზიცია, როგორც ჩანს, შეუვალი და მტკიცე პოზიცია, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადახედავენ ამ საკითხს და იქნება ახლებური მიდგომები. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ დაფინანსება, რომელიც ტრიალებს საქართველოში, რომელიც ამღვრევს საქართველოს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიაქანებს ჩვენს ქვეყანას. აი ეს დაფინანსება შეწყდება. ანუ ის კანონი, რომელმაც ისეთი ალიაკოთი გამოიწვია თავის დროზე, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი, ხომ? ის კანონი მთელი ძალით ამოქმედდება და არც არის აქ მისი ამოქმედება უკვე აუცილებელი, იმიტომ რომ იქ ამოქმედდება კანონი, რომელიც ამ კანონს დაიცავს, რომელიც ამ კანონის პათოს დაიცავს, ამ კანონში გამჟღავნებულ მიდგომებს დაიცავს, ანუ ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, აი ამ ჩვენს მეხუთე კოლონას, რომელსაც ბოდიში ამ გამოთქმისათვის ფეხებზე კიდია საქართველოს და ქართველი ხალხი, ჟანგბადს, ფინანსურ ჟანგბადს გადაუკეტავს. ამის იმედი უნდა ვიქონიოთ, მაგრამ თავარია რომ იქამდე მივიდეთ. თავარია რომ ეს ყველაფერი დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავარია რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი შეუდგეს მოვალეობის შესრულებას, რომ ეს ყველაფერი მთელი ძალით გაიშალოს, წამოვიდეს და ჩვენ უკვე ჩვენი შემხედრი ქმედებები განვახორციელოთ აქ და ეს ყველაფერი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვიდეს. აი იქამდე როგორმე უნდა
მივაღწიოთ. ახლა კიდევ სხვა საკითხები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რომელსაც იგივე ბატონი მასტი შეეხო, ეს არის თუნდაც იგივე LGBT თემა. ბრაიან მასტი არც იმ ფაქტს ემხრობა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაცილებით მეტ ხარჯავს უკრაინის დახმარებაზე, ვიდრე ევროპის სახელმწიფოები და ამ სხვაობის აღმოფხვრას ითხოვს. კონგრესმენი ასევე კრიტიკულია, როდესაც საქმე ტრანსგენდერებს ეხებათ. იგი მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც კონგრესში მომუშავე ტრანსგენდერებს აუკრძალავს, რომ სქესის მიხედვით დაყოფილი სველი წერტილები გენდერული იდენტობის შესაბამისად გამოიყენონ. ბრაიან მასტი ეწინააღმდეგება ქალთა სპორტში ტრანსგენდერი ქალების ასპარეზობასაც. არ აქვს მნიშვნელობა შენიხვას, ქალი ქალია და კაცი კაცი. სველი წერტილების ბიოლოგიური სქესის მიხედვით გამოყენება კი უბრალოდ საღი აზრი უნდა იყოს. ამერიკული მედიის ცნობით ახალი თანამდებობის დაკავების შემდეგ ბრაიან მასტის ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ლგბტქ ხილვადობის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი პროგრამების აღმოფხვრას ეხებოდეს. ამერიკის შეერთებული შტატების 119 მოწვევის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ბრაიან მასტის დამტკიცება მომდევნო წლის დასაწყისში იგეგმება. როგორც გითხარით, თავარია აი ეს ცვლილებები განხორციელდეს, ეს მიდგომები დაკანონდეს, ეს მიდგომები უკვე რეალობად იქცეს და აქედან გამომდინარე, აქაც, რა თქმა უნდა, ვითარება შეიცვლება და სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მომეჩვენა ბატონ დინარაძის კომენტარი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. ვინაიდან ტრამპის და მისი მომავალი ადმინისტრაციის მიდგომა იმ ორ მთავარ პრინციპულ საკითხზე, რასაც ოჯახური ღირებულებები და მათი უპირობო აღიარება და რასაც გამჭვირვალობის პრინციპი და მისი უპირობო აღიარება ქვია, მათაც ისე მიაჩნიათ, რომ არის აუცილებელი, ისევე როგორც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას, აი ამ ნაწილში, როგორც მინიმუმ, ჩვენ გარკვეული წნეხი მოგშორდება. ნახეთ, როგორ არის საკითხი დაკანებული. თუ ეს ყველაფერი ძალაში შევა, ჩვენ წნეხი მოგშორდება ავტომატურად, თავისთავად და ბუნებრივად, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები თუ თავის სამოქმედო გეგმად და პროგრამად დაისახავს იმას, რაც თქვენ უკვე მოისმინეთ და რაც იყო გაცხადებული, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენზე მოახდენს გავლენას და წნეხი ამ მიმართულებებით ანუ უკანონო დაფინანსება, შავი ფულით დაფინანსება, LGBT პროპაგანდის იზოლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ავტომატურად მოიხსნება. ბატონო დინარაძემ აქვე თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გაქრება კიდევ ერთი თემა. ეს იქნება მეორე ფრონტის შეეხება მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსთან. გაქრება ავტომატურად, იმიტომ რომ ამის აუცილებლობა არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ კი ბატონი ტრამპი შეასრულებს იმ პირობას, რომელიც მან დადო ამერიკელი და არა მარტო ამერიკელი ხალხის წინაშე, რომ ის ხელს შეუწყობს ამ ომის დამთავრებას, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და რომელიც სულაც არ არის რუსეთ-უკრაინის ომი, არამედ არის რუსეთისა და დასავლეთის ომი, რუსეთისა და ნატოს ომი, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ომი. თუ კი ამისი დასასრული გამოჩნდება, ასეთ შემთხვევაში ავტომატურად მოიხსნება მეორე ფრონტის გახსნის იძულება, რომელიც მოდის დასავლეთიდან საქართველოს მიმართ და ეს იქნება, რა თქმა უნდა, შვება ქართველი ხალხისთვის, ეს იქნება ამოსუნთქვის საშუალება და რა კი ამოსუნთქვამდე მივედით, აქ ცოტას ამოგასუნთქებთ, იმიტომ რომ შევცვლი ამ ძიმე თემებს და შემოგთავაზებთ იმ რუბრიკას, რომელსაც ფსიქიატრიის რენტგენი დავარქვით. სულ 9 სიუჟეტი გვექნება დღეს, მე-9 ადგილზე გასული სიუჟეტი. ეს არის აი ძალიან კატეგორიულად ვამბობ, ეს არის მშვიდობიანი აქცია. აი როგორ გითხრა, მდუმარე აქცია. ესე იგი, ამ აქციებს რომ მშვიდობიანს დაუძახებ, საერთოდ არ ახარ ამ ქვეყანას, ხო? და გარდა ამისა, მდუმარეს რომ დაუძახებ, იმიტომ რომ ამდენი ყვირილი, ამდენი წივილი, ამდენი კივილი, რაც ამ აქციაზე გაისმის, ამას როგორ უნდა დაარქვა, მდუმარე აქცია. თითქოს ამას გამოეხმაურა ის სიუჟეტი, რომელსაც
ახლა შემოგთავაზებთ ის ვიდეო, ეს არის მერვე ადგილზე გასული ვიდეო. რას უკეთებ საქართველოში გაზრდილ ბავშვებს თქვენ უსამშობლოებო თქვენ უმიწევებო აგენი დაიმარხებიან და გაივდიან კაი საქართველოში ბერა წაიყვანე ბავშვები კი არ წაიყვანო გაათნი აქედან გაათნიეთ მე მარტო ერთი ხალი გეყოფით გავწარდი გამაგზავნეთ მოშლის დღიდან თქვენ მკვლელებო პატარა ბარბარეს მკვლელობით მოსულებო ლუკას მკვლელებო ჩემი შვილი მომიწყდება ლუკა მესვადება რა თქმევინდე და რა გაუკეთეთ პატარა ბაღებს თქვენ მოსამართლებო სიცხში ხართ გასვლილი ეს ბაღები ჰიმს მღერიან ჩემო კარგო ქვეყანაო ამისთვის იჭერ რა უქენით ჟურნალისტებს რა უქენით ისინი ისტორიას წერენ თქვენ უნდა მოსოებო რა ფერჭამთ პურსახში სიცხრო ხედავთ ყოველდღე ნუ გადამრებ თქვანა ერთ მშვენიერ დღეს მართლა გამოვა ლიმონკი მართლა გამოვა ბენზინიან ბოსტები ძიმე მოსასმენია რა თქმა უნდა ეს ხალბატონი შესაძლებელია მას რაღაც დიდი უბედურება ეწვია და ამან გამოიყვანა მდგომარეობიდან და წყობილებიდან შეიძლება სოციალური თემატიკა ამის განხილვას არ შეუდგები მაგრამ მე მხოლოდ იმ კუთხიდან განვიხილავ ახლა საკითხებს რასაც ქვია ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მდგომარეობა როგორიც არ უნდა იყოს мотиваცია როგორიც არ უნდა იყოს ფსიქოლოგიური აღმძრავი მაინც როდესაც ამასაკის ქალბატონი იმითი გვაშინებს რომ ლიმონკას აიღებს და ვიღაცას მიუვარდება ეს უკვე მძიმე მდგომარეობაა და ეს როდესაც ხდება ამ აქციებზე ასე შემთხვევაში როგორ შეიძლება ამას მშვიდობიანი და მდუმარე აქცია დავარქვათ რა ვიცი თავად განსაჯეთ თუ ეს მაგალითი არ არის საკმარისი აგერ კიდევ მეშვიდე ადგილზე გასულ ვიდეოს შემოგთავაზებთ ჩვენ დავანგრევთ საპატრიარქოს ახალი თაობა დავანგრევთ რუსულ ეკლესიებს რადგან კრემლის ფილიალი არის დღეს საპატრიარქო საქართველოში როგორი ნათქვამია საპატრიარქოს დანგრევა ეკლესიების დანგრევა აი სადაც ესენი დომინირებენ იმ აქციებზე შესაძლებელია მშვიდობას უპევდეს რომ მდუმარე აქციად ჩავთვალოთ მე მგონი წარმოუდგენელ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე და წარმოუდგენელ შეფასებებთან გვაქვს საქმე მაგრამ მათ აქვთ აი ამ შეფასებების ტირაჟირების საშუალება რაც ხანდახან რაღაცნაირად გადამდებად მოქმედებს ხალხზე და რასაც უყურებენ რასაც თავის თვალით ხედავენ იმაზე მეტად იმას იჯერებენ რასაც სხვები ეუბნებიან რა განწყობილებებსაც სხვები ავრცელებენ მათზე ჩვენ და სამწუხაროდ ხდება ცნობილია ფსიქოლოგიაში ასეთი ამბები ახლა კიდევ ამ შეიარაღებასთან თუ მდუმარებასთან თუ მშვიდობიან აქციასთან დაკავშირებით ერთი ცნობილი პიროვნება ჩვენ 4 წლის განმავლობაში პარლამენტში ხალხს ვეუბნებოდით რომ იარაღის ტარება უნდა იყოს ლეგალური რომ მთავრობამ ვერ შეძლოს ხალხის გალახვა მიტინგზე ამას რო ვეუბნებოდით აი დღევანდელი ნაცემი ხალხი მათ შორის ყოველ შემთხვევაში მათი მხარდამჭერები ტელევიზიები მედიები ყველა გვებძოდა გვეუბნებოდნენ რომ ხალხი დახოცავს ერთმანეთს დაიწყება სამოქალაქო ომი სამოქალაქო ომი არ არის ახლა დაწყებული უბრალოდ ერთ მხარეს არა აქვს იარაღი და ცემენ ანუ ჩვეულებრივად ერთი მხარე გამზადებული არის მონობის იაგო რა გითხარი მე შენ აბა ეს არის გამოსავალი რომ ორივე მხარეს იარაღი დაურიგოთ ხალხს დღეს საქართველოში იარაღი დაურიგოთ და ეს იქნება მშვიდობის საწინდარი და საფუძველი გეკადრება ამის თქმა შეიძლება ამ მიმართულებით ფიქრი შეიძლება საქართველოში არა ხარ ახლა ღირსი იმისა რომ აი ამ ფსიქიატრიის რენტგენის გასაშუქებელი გახდი რა თქმა უნდა ღირსი ხარ სხვათა შორის აგერ მეხუთე სიუჟეტს შემოგთავაზებ სადაც იგივე ომის თემა ისმის ომის დროა ნუ გეშინიათ ხახნო ომის დროა უბრალოდ მოვემზადეთ ერთად გოდიშის მოსახდეა ომის დრო არასოდეს არ არის ყოველთვის უნდა ვეცადოთ რომ საკითხები გადავწყვეტოთ მშვიდობიანად შინ თუ გარეთ არასოდეს არ არის ომის დრო ომი
ეს უკვე კატასტროფაა. ომი ეს უკვე დაღუპვა, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ ხალხის ცნობიერება და ტვინი ისე მომართეს, რომ ზოგიერთ მათგანს ომი გამოსავალი გონია. ომში ხსნას ხედავს და ასე შემდეგ. აი საიდან მოდის ეს? რა განწყობილებებია ეს? მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოში კარგი ხანია დაინერგა, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას სააკაშვილმა მიანიჭა, სააკაშვილმა მისცა ამ მიმართულებას გასაკანი და სააკაშვილის ფანები აი ასე მსჯელობენ დღემდე ეს მეოთხე ვიდეო გახლავთ, მეოთხე ადგილზე გასული ვიდეო. აი მამაზე რო გაგანცდა რომ სანამ ცოცხალია არაფერი არ გემუქრება, ვერავინ ვერ დაგჩაგრავს. აი ესეთი განცდა მაქვს მიშაზე რომ მგონია რომ სანამ ცოცხალია რუსეთი ვერაფერს ვერ გვიზავს. სად მიიღო ან ცოდნა ან განათლება, ან რატომ ერევა პოლიტიკაში, რა ამისი ტვინის განსახილველია რუსეთი, საქართველო, საგარეო და საშინაო პოლიტიკა და ასე შემდეგ და როდესაც ადამიანი ფიქრობს რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, ის პიროვნება, რომელიც ჩვენ ან რუსეთისგან დაგვიცავს, ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსგან დაგვიცავს, ან საერთოდ რამე უბედურებისგან დაგვიცავს. ახლა რა მდგომარეობაშია ამ ადამიანის ფსიქიკა? წარმოიდგინეთ. მიხეილ სააკაშვილი არათუ არ დაგვიცავს რამე უბედურებისაგან, არის წყარო ყველა იმ უბედურებისა, რომელშიც დღეს საქართველო იხარშება, მაგრამ აუხსნით ამას ამ ქალბატონს. ვერა. სამწუხაროდ ვერ აუხსნით. ახლა ფსიქიატრიის მთლად ცოცხალი და ნათელი მაგალითი ეს გახლავთ მესამე ადგილზე გასული ვიდეო. ვიცი, სხვა ენებშიც არის მაგრამ ქართული ყველაზე მადლიანია. ქართულში ნიშნავს რომ რაღაცას მიხვდი. მე მოდის ი მოდის როგორია იცით? ემოციურია და ნიშნავს გაოცებას. რაც მართლა ბოლოს უკაცრავად მოდის. ამერია. ესე ახალგაზრდა დამციხის ყოჩა. და ბოლო ხმოვანზე გავჩერდები, მაშინ ლექციასავით რომ არ გამომივიდეს. რასაც ნიშნავს, იცი, აღმატებულობას, ჩემო ულამაზესო საქართველო, ჩემო ულამაზესო, ესეთი უნდაო. ხომ შესანიშნავად აგვიხსნა ამ კაცმა, რას ნიშნავს ქართულ ამბანში ხმოვნები, რა თავისებურებებით გამოირჩევიან ისინი და რა დანიშნულება აქვთ მათ ქართულ ენაში. მე მგონი, აქ ეჭვს არაფერი არ იწვევს. მეორე ადგილზე გასული ვიდეო. ეკლესია სად არის ხალხო? სად ხართ ქუჩაში რომ ხოცავენ მართლა თქვი არასწორებდა, სად ხარ? აი თვითონ დამოკიდებულება საკითხის დასმა და დამოკიდებულება, რომელიც ჩანს ეკლესიის მიმართ. უარყოფითი, ნაწყენი, გაბრაზებული პოზიცია. სად არის ეკლესია? ეს უკვე თავისთავად არასწორია. თავისთავად შეშლილობის სინდრომია. ის რაც ჩვენ ახლა მოვისმინეთ. რას ნიშნავს სად არის ეკლესია? თუმცა მე რომ არ გავცე პასუხი, მოდით ერთმა სასულიერო პირმა გასცეს პასუხი ამას. სად არის ეკლესია, რას აკეთებს? ჯოჯოხეთში ეკლესია არ არის. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუ არის ჯოჯოხეთში ეკლესია. ბიჭო, შეღმერთ გამწყრალო. ჯოჯოხეთს რომ მოაწყობ ამ ქვეყანაზე. ჯოჯოხეთისკენ რომ მიაქანებ სამშობლოს და საკუთარ ხალხს. და ეკლესია რომ გახსენდება, ჯოჯოხეთში ეკლესიას რა უნდა? ეკლესია შენთან ვერ მოვა, შენ თუ არ მიხვედი ეკლესიასთან. ეკლესია და შენ ისე უნდა გადაიკვეთოთ ერთმანეთთან, რომ თქვენ შორის ჰარმონია იყოს, მაგრამ ჰარმონია როგორ იქნება თქვენ შორის, როდესაც ჯოჯოხეთის და სატანის მსახურები ხართ. როდესაც გინდათ, რომ სატანას ჩააბაროთ ქვეყანა. იქ ეკლესიასთან ან რა პრეტენზია გაქვთ, ან რა ხელი გაქვთ. და ბოლოს მინდა გიჩვენოთ პირველ ადგილზე გასული ვიდეო. აი ნაცებსაც კი, არ ვიცი ხომ როგორც ერთზე გაიგეთ, 14 დღიანი ტერორი თავისი მოსახლეობისთვის არ გაუბედავს. არავის ეს არ გაუკეთებია საქართველოში, რასაც დღეს ჩვენ უყურებთ ჩვენ ქუჩებში.
მე არ ვიცი, უფრო ცუდი ნათქვამი არც მომისმენი. აი ასეთი შედარება, რომ კი ის რაღაცა სულს აკეთებდა, მაგრამ ასეთი საშინელება, რასაც ახლა ვხედავთ, სააკაშვილის დროს არ ვქონია. ეს მართლა კატასტროფაა, მართლა წარმოუდგენელი შეფასებაა. და მართლა გაცილებით უფრო მეტი ზღირსნი არიან ეს ხალბატონები, ვიდრე მე ამ გადაცემის შესავალში ვთქვი. თქვენ რაღაცას მოელით ალბათ ახალი ხელისუფლებისგან. თქვენ ყველას თუნდაც იგივე ბიძინა ივანიშვილი ხელს გიწვდიდათ, გეხმარებოდათ. მე არ ვიცი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა იყო და როგორ იყო, მაგრამ მე ხომ ვიცი კულტურის მოღვაწეებთან, არტისტებთან, მსახიობებთან, მომღერლებთან რა დამოკიდებულება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და ახლა აი ასე გაწირვა თუნდაც იმ ამაგისა, რაც ამ კაცს თქვენზე აქვს. ეს როგორ გახასიათებთ თქვენ? მაგრამ ჯანდაბა ამას, ეს მაინც პირადი ურთიერთობების საკითხია. ქვეყანასთან როგორ გაქვთ ასეთი დამოკიდებულება, რომ არც გეცოდებათ ეს ქვეყანა. რომ ისევ ის გუშინდელი დღე გინდათ დააბრუნოთ. ის გუშინდელი სისხლიანი უბედურება, წამება, გაუპატიურება. მე ომი, რომელიც ხომ მოიტანა და კიდევ უნდა მოიტანოს. იმისთვის მოყავთ ესენი ხელისუფლებაში. სხვა კი არაფერი არ არის ჩანაფიქრი. სახელმწიფო გადატრიალების არსი ეს არის, რომ ესენი მოიყვანონ ხელისუფლებაში რუსეთთან მეორე ფრონტის გასახსნელად. ამისთვის წირავთ ქვეყანას? ამისთვის იმეტებთ ქვეყანას? შესაძლებელია იმის გამო, რომ რაღაც გეწყინათ, თუნდაც იგივე ბიძინა ივანიშვილისგან, იქნებ არ გაგიგრძელათ ჰონორარები და დახმარებები, ან რაღაც ამდაგვარი. არ ვიცი, მე ამ საკითხებში არ ვერევი, მაგრამ რაღაცა ნაწყენობა ხომ ჩანს ამაში და ამ ნაწყენობას უნდა გადააყოლოთ ქვეყნის ბედი? არა, ეს წარმოუდგენელი რამ არის. კარგით, ამით დავამთავროთ ფსიქიატრიის რენტგენი და მივუბრუნდეთ ისევ სერიოზულ თემებს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მთავარი მიზანი სწორედ ფედერალური ხარჯების შემცირებაა. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელები ამბობენ, მთავრობის ხარჯებიდან 2 ტრილიონი დოლარის დაზოგვას მოახერხებენ. ამბიციური გეგმის განხორციელების მიზნით ილონ მასკმა და ვივეკ რამასვამემ კონგრესში რესპუბლიკელებთან შეხვედრები უკვე დაიწყეს. თანხების დაზოგვის მიზნით საგარეო დაფინანსებასთან ერთად სხვა სფეროების ხარჯების შემცირებაც იგეგმება. გადაიხედება მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაც. ამით მინდა დავასრულო ის თემა, რასაც ქვია ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსული დაფინანსებები საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართულებით და მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც. აი ამას როგორც ჩანს წერტილი დაესმება. ყოველ შემთხვევაში შავი ფულის სახით აღარ შემოვა თანხები. შავი ფულის სახით რა კი არ შემოვა თანხები, მაშინ იმდენი მიმდევარი, რამდენიც ახლა ყავს ამ მიმართულებას აღარ ეყოლება, იმიტომ რომ ისინი ისეთ მოგებას ვერ ნახავენ, როგორცაც ახლა ხედავენ. ათეულობით და ასეულობით მილიონი შემოდის მარტო საქართველოში. და აი ამ ფულის გადაკაჩვაში, ამ ფულის გადანაწილებაში არის ჩართული მთელი ეს მეხუთე კოლონა და ისინი ამ ფულის გამო, ამ ფულის ხათრით წირავენ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს. დავასრულოთ ამითი, რომ რაღაცა დიდი, სერიოზული, გლობალური ცვლილებების წინაშე ვდგავართ ამ თვალსაზრისით. გადავაწყდი ძალიან საინტერესო მასალას. ეს გახლავთ ინტერვიუ იაკობ კედმისთან, თქვენ ყველა იცნობთ ამ კაცს, ეს არის ისრაელის მოქალაქე, იქაურის სპეცსამსახურების ყოფილი შეფი, რომელიც უაღრესად ინფორმირებულია და რომელსაც აქვს გასაოცარი ანალიტიკური უნარი. აი, რას ლაპარაკობს საქართველოსთან დაკავშირებით და ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბატონი კედმი. Грузия уже получила один урок из-за этого психа, который сидит в тюрьме. Да. И она не хочет быть еще раз жертвой провокаций кого-то других.
То есть она не хочет воевать с Россией. А ее к этому толкали. Причем нагло, грубо. Кроме того, грузинский народ свои национальные, религиозные обычаи, он их сохраняет. Это не Украина, в которой можно было в течение 1,5 лет перекрестить заново. ეს არ არის უკრაინა, რომელიც შეიძლება ხელახლა მონათლოთო აცხადებს ბატონი კედმი საქართველოსთან დაკავშირებით და აბსოლუტურად სწორად ლაპარაკობს. უკრაინაში სამწუხაროდ ხალხმა ვერ გამოიჩინა ის სიმტკიცე, რაც ჯერჯერობით ჩანს საქართველოში. აი კიდევ მინდა მივყვე კედმის ნააზრევს. У грузинов есть своя грузинская православная церковь. И вот национальные черты этой православной церкви, которые глубоко сидят в грузинском народе, в его сознании, в его восприятии действительности, они не позволяют им принять новые педерастические ценности Запада. Ну вот не хотят грузины быть нацией педерастов. И всякие гендерные операции и прочее, они говорят, это не для нас. Ну вы хотите, делайте у вас. Но мы в Грузии этого не хотим. И Европа тогда обиделась. Какое вы имеете право вообще что-то хотеть? Мы вам поставили президента, гражданку Франции, которая никогда в Грузии не жила. И вот вы должны принять весь наш педерастический образ жизни, все наши гендерные издевательства над детьми, принять наши правила. Но вот если вы попробуете у вас принять закон такой же, как в Соединенных Штатах, даже в облегченном варианте, мы вам не позволяем. Не смейте. Америке можно, а вот вам нельзя. Вы же грузины. Кто вы такие, что равняете себя с Соединенными Штатами и считаете, что вы можете принимать такие же законы, как Соединенные Штаты? Соединенные Штаты большая, великая демократия. А вы кто? К ноге. А грузины не захотели. А когда грузины сказали, мы не хотим, им сказали, ах, вы не хотите? Теперь мы вас и принимать не будем, и ограничивать будем, и помогать не будем. Мы самым демократическим образом будем вас душить, пока вы не захотите. აი ასეთი არის შეფასება, გარედან დანახული, გარეთად თვალით დანახული შეფასება იმ ვითარებისა, რაც არის საქართველოში და როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიარტოს შეფასებებში აქაც სრული ჭეშმარიტება ისმის. აბსოლუტურად სწორად არის ყველაფერი დანახული. სამწუხაროდ მე ფორმატი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მასალა მთლიანად წარმოგიდგინოთ, მაგრამ მე მგონი იმ ფრაგმენტებითაც, რომლებიც წარმოგიდგინეთ და რომელსაც კიდევ წარმოგიდგენთ ამ გადაცემაში, თქვენ მიხვდებით პათოსს და მიხვდებით იმ სიმართლეს, იმ ჭეშმარიტებას, რომლის შესახებაც ბატონი კედმი ბრძანებს. აი კიდევ ერთი фрагменты. Но оказалось, что Грузия это не Украина, а Тбилиси это не Киев. И Майдан-то у них получился другой. И сдулся Майдан. И нету Майдана. Ну, выходит несколько сот ночью, половина детей инфантильных, и кричат. Ну, нашлись там несколько десятков пидорастов, которые демонстрируют свою пидорастию ночью на улице. Но осторожно, потому что народ побить их может. Ну, и никакого Майдана нет. А грузинские власти, грузинская полиция провела себя дела очень грамотно, в отличие от украинской в 2014 году. И руководство. Они не применяют силу. Они не бьют демонстрантов. Тот, кто нарушает закон и пытается спровоцировать ее и атаковать полицейских,
их спокойно всех ночью арестовывают. А потом взяли и прошлись по всем штабам всех этих организаций, которые организовывают Майдан. И что обнаружили? Бутылки с горючей смесью, взрывчатки, петарды, готовые материалы, чтобы готовить бутылки. Ну, товарищи попросили пройти в заведения, в которых им придется объяснить следователям, а что это такое. И поэтому все, что происходит в Грузии, сходит на нет. როგორც ხედავთ, ბატონი კედმი ფლობს სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში და ახლა მივადექით იმ მოვლენას, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, ხვალ შაბათს 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს და მას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვია. აი ამ არჩევნებით გადაიფურცლება ის სამარცხვინო ფურცელი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტების ისტორიაში სალომე ზურაბიშვილმა ჩაწერა. ეს არჩევნები განსხვავებული ფორმით ჩატარდება. საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს მე-6 პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიის წევრები არიან პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის 20, აჭარის მთავრობის 21 წევრი. კოლეგიაში თვითმმართველობების 109 წარმომადგენელია. არჩევნების პროცედურულ ნაწილს საკანონმდებლო ორგანოში CSKO უზრუნველყოფს. პრეზიდენტის არჩევნებამდე 5 დღით ადრე CSKO ტექნიკურად მზადა. შაბათს ჩატარებული არჩევნების შემდეგ კი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ზუსტად ორ კვირაში 29 დეკემბერს გაიმართება. აი ასეთი არის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული ამბები, მაგრამ როგორ უყურებს ამ ყველაფერს თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დღეს ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი ქვია. ის წასვლას არ აპირებს. სახელმწიფო დეკორაციას სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური დატვირთვა შესძინა. ზურაბიშვილს თანამდებობა იმდენად არ ეთმობა, რომ ბავშვებისთვის გაჩერებული მატარებელი გონია, რომ მისთვის სახლში წასასვლელი ტრანსპორტია. მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლის წინ. აბა ვინ წავა ვნახოთ. სალომე ზურაბიშვილს სახლში წასვლა არ უნდა, კონსტიტუციით კი მისი საპრეზიდენტო ვადა სრულდება. ეს კარგად იცის ოპოზიციამ, თუმცა ოპოზიციაში ამის სათქმელად გამბედაობა იურისტებსაც კი არ ყოფნით. ეს არჩევნები პირველი არის არალეგიტიმური პარლამენტის მხრიდან ჩატარებული და ამას ლეგიტიმაცია ვერ ექნება. ეს არის ჩვენი ოპოზიცია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი რას აპირებს? სალომე ზურაბიშვილს უნდა გკითხოთ, მე ამასთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემ. სალომე ზურაბიშვილის ურჩობა მართლ პარტიას უკვე წლებია აღარ აკვირვებს, არც მის მიერ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლის ფაქტები. თუმცა ქართული ოცნებისთვის მისი პოლიტიკური თავნებობა ორ კვირაში დასრულდება. 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია ახალ პრეზიდენტს აირჩევს. კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია. დიახ, ხვალ ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, ქალბატონი სალომე იძახის ნახოთ ვინ წავაო, მე წასვლას არ ვაპირებო, მაგრამ მინდა უთხრა, რომ წახვალთ ქალბატონო, აუცილებლად წახვალთ. წახვალთ იმიტომ, რომ თქვენ მიერ დაგეგმილი მაიდანი, რომლის ერთ-ერთი წამყვანი, მთავარი წამყვანი ფიგურა თქვენც იყავით, ვერ შედგა. ჩემი ნათქვამი თუ არ გჯერათ, მე ისევ ბატონ იაკობ კედმის დავიმოწმე. Сейчас уже всем ясно, что грузинский Майдан, тбилисский Майдан не получился. И в первую очередь, благодаря благоразумию, опыту грузинского народа и той грузинской власти, которую он выбрал, несмотря на давление и на подкупы, и на угрозы всего остального западного педерастического мира. Ну, не любят такие грузины. Такой народ. Народ древний. Народ своеобразный. Народ свободолюбивый. Себя уважает. Церковь свою уважает. Традиции свои уважает. И не отдает их так легко.
სხვათა შორის ქართველ ხალხს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ადამიანებიც არ უყვართ. მე არ მოვყვები დახასიათებას, მაგრამ მისი მსგავსი ადამიანები საქართველოში არ უყვართ. ამიტომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სადმე უნდა წავიდეს. აი კონკრეტულად სად უნდა წავიდეს? ამასთან დაკავშირებითაც თავისი აზრი ქონია და გამოთქვა კიდეც ბატონმა კედმი. Француженко, президент Грузии, ей осталось быть президентом по законам Грузии еще 4 дня. Потом ее каденция заканчивается. То есть закон есть закон. Это в Европе можно закон переделать так или так, а грузины соблюдают закон. По крайней мере, нынешняя власть, в отличие от власти Саакашвили. Она говорит, 14 числа все, спасибо, мадам. Вы уже не президент. А поскольку эта мадам президент пытается, нарушив закон, а закон запрещает это делать президенту, подзучивать и подбадривать демонстрантов на незаконные действия, ей могут в Грузии сказать: мадам, у вас есть еще одно гражданство. Вот наше гражданство мы вам аннулируем, а теперь следуйте, пожалуйста, прямым курсом по адресу вашего гражданства и вашего места рождения. Все. აი ასე გადაწყვიტა ბატონმა კედმიმ ეს საკითხი. არ ვიცი ქართველი ხალხი როგორ გადაწყვეტს, მაგრამ ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ახლა ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მინდა ერთი განცხადება გაგაცნოთ. ეს არის სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს განცხადება, რომელიც მე ძალიან საინტერესო მეჩვენა. 14 დეკემბერს ხელოვნურად დაძაბულ ვითარებაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით მოქმედი მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ მართვადი ქაოსის შექმნას, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯების საპირისპიროდ სუვერენიტეტის შესუსტებას ისახავს მიზნად. ისინი დესტაბილიზაციისთვის რამდენიმე ფაქტორს იყენებენ, რომელთა შორისაა საპრეზიდენტო არჩევნებიც. სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს წევრებს მიგვაჩნია, რომ არჩევანის ხაზი ახლა პრეზიდენტობის კანდიდატზე კი არა, სტაბილურ განვითარებასა და დესტაბილიზაციას შორის გადის. ვირჩევთ ან ერთს, ან მეორეს. კანდიდატთან დაკავშირებით კამათი ყოველთვის შეიძლება. მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის გარშემო ატეხილ დავას სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადავაყოლოთ. მოგმართავთ საქართველოს ყველა უხუცესს, ვისი ღვაწლითა და მხრებითაც არის ეს ქვეყანა დღემდე აშენებული და მოტანილი. გამოიყენეთ თქვენი დამსახურებული ავტორიტეტი შვილების, შვილიშვილების, ოჯახის წევრების წინაშე. ნუ შეუწყობენ ხელს მტრების მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას. მოგმართავთ სრულიად საქართველოს. მივმართავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. მიუხედავად ხელისუფლებისთან დამოკიდებულებისა, განსხვავებული საგარეო ორიენტაციისა, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, სქესისა, განათლებისა და პოლიტიკური მსოფლმხედველობისა. ნუ დავძაბავთ ისედაც დაძაბულ სიტუაციას. ნუ შევუწყობთ ხელს ჩვენი ქვეყნის მტრებს პროვოკაციის მოწყობაში. დაე უფლებამოსილმა პირებმა აირჩიონ პრეზიდენტად ის კანდიდატი, ვინც მმართველმა პარტიამ შეარჩია და ვისაც გააჩნია ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ამ პოსტზე ღირსეული მოღვაწეობისათვის. ხელს აწერს სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ფრიდონ ინჯია. ასეთი გახლავთ ეს განცხადება და ამ გადაცემის ბოლო სიუჟეტად მე მინდა წარმოგიდგინოთ ერთი გასაოცარი სიუჟეტი, მართლაც გასაოცარი სიუჟეტი. ეს არის პოლიციელისა და ბავშვის დამოკიდებულება აქციაზე.
რომელიც არის სულის შემზვრელი თავისი ჰუმანიზმით, კაცთმოყვარეობით და თუ გნებავთ იმ სამომავლო ხედლებითაც, რომელიც ყველა ქართველს უნდა გააჩნდეს. აი, ასეთი იყო დღევანდელი ჩემი გადაცემა. თითქმის ყველაფერი ვთქვი, რის თქმაც დღეს მინდოდა. ახლა დამრჩა ის ერთი რიტუალი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, იქნება თუ არა კაკუნი ამ სტუდიის კარებზე, შემოვა თუ არა ვინმე და მეტყვის თუ არა რომ სპეციალური გამოშვება აიგრძალა. როგორც ხედავთ, დღესაც არ არის კაკუნი, ანუ ყველაფერმა შვიდობიანად ჩაიარა, ამიტომ დაველოდები მომავალ პარასკევს, როცა იმედი მაქვს, შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.